New Hospital's ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 132 წლიანი გამოცდილება აქვს და იგი წარმოადგენს ლიდერს თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის დარგში. ოფთალმოლოგიის განყოფილება დაკომპლექტებულია 36 ექიმით, აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, 3 უმაღლესი სტერილობის საოპერაციოთი, მხედველობის ლაზერული კორექციის კაბინეტით, 30 საკვლევი და გასასინჯი კაბინეტით და მსოფლიოში არსებული ყველა სადიაგნოსტიკო საკვლევი და სამკურნალო ტექნოლოგიებით და საშუალებებით. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში თვეში დაახლოებით 1000-მდე ქირურგიული ჩარევა და манипуляცია კეთდება. ჩვენი გამოცდილი ოფთალმოლოგები და ქირურგები 24 საათის განმავლობაში აწვდიან საუკეთესო ფართო სპექტრის სადიაგნოსტიკო და ქირურგიულ მკურნალობას თვალის დაავადებების დროს, მათ შორის კატარაქტის, გლაუკომის, რქოვანის და ბადურის დაავადებების, თვალის ნევროლოგიური დაავადებების, სიელმის, სიმსივნეების, ტრავმების და ისეთი დაზიანებების დროს, როდესაც თვალის გარშემო სტრუქტურებია დაზიანებული. ჩვენი კლინიკის მრავალპროფილურობა გვეხმარება შერეული და კომბინირებული დაავადებების, მათ შორის ტრავმების მულტიდისციპლინარული გუნდის პაციენტის მართვაში. კლინიკაში დგას რამდენიმე ბოლო თაობის მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფი, 10-ზე მეტი ულტრაბგერის აპარატი, რენტგენო-კონტრასტული კვლევის დანადგარი და სხვა დანადგარით აღჭურვილობა, რომელიც გამოცდილი გუნდის მიერ 24/7-ზე იმართება. საჭიროების შემთხვევაში ოფთალმოლოგების გვერდით მუშაობენ ჩვენი კოლეგები, ყვასახის ქირურგები, ყელყურცხვირის ექიმები, რეანიმატოლოგები, რადიოლოგები, ნეიროქირურგები და სხვები. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ რთული პაციენტების მისაღებად. ჩვენი ოფთალმოლოგები გადაუდებელ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას უწევენ პაციენტებს მწვავე ანთებების, უცხო სხეულების მოცილების, მხედველობის უეცარი დაკარგვის, ქიმიური დამწრობების, ჭრილობების, ტრავმების შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სტანდარტული შემთხვევებისა, როდესაც პაციენტი ზემოთ აღნიშნული დაავადებებით მოგმართავს, არის გამონაკლისი, როდესაც სხვადასხვა არაპროფილური დაწესებულებებიდან იგზავნებიან ჩვენთან პაციენტები იშვიათი დაავადებებით. სწორედ ესეთ უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენს ჩვენი ოფთალმოლოგის ოფთალმოლოგ-ქირურგ ილონა ჭაფანძის პაციენტის ისტორია, რომელსაც ჩვენთან აღმოეჩინა გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარება. პაციენტმა მოგვართა ჩივილებით მოძრავ პარაზიტ ჭიაზე სახის არეში, რომელიც მოძრაობდა ხან საფეთქლის არეში, ხან შუბლის არეში და ბოლოს გადაადგილდა ქუთუთოს მიდამოში. პაციენტი იყო დიაგნოსტირებული და კონსულტირებული სხვადასხვა კლინიკაში, მათ შორის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში. აქედან გამომდინარე უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს იყო ნამდვილად პარაზიტი ჭია. თავიდანვე იყო იმის ვარაუდი, რომ კანქვეში იყო პარაზიტი, რომელიც გადაადგილდებოდა. არსებობდა იმის მცირე, მაგრამ იმის ალბათობა, რომ თვალის კლერაში შეეღწია ამ პარაზიტს, ან თავის ტვინში გადასულიყო, ან სხვადასხვა ორგანოში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პარაზიტებით ინვაზია დამახასიათებელია ცხელი ტროპიკული კლიმატის ქვეყნებისთვის. საქართველოში ხდება იშვიათად, რის გამოც გამოცდილება ამ პარაზიტების ამოღების არც თუ ისე მაღალია. აქვე ხაზი მინდა გაუსვა, რომ ამ ტიპის სამედიცინო შემთხვევა არ იყო ჩვენთვის პირველი და უკვე ჰქონდა ამ მიმართულებით გამოცდილება. პარაზიტის ამოღების დროს ძირითად სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ის მუდმივად მოძრავია, ძალიან მარტივად იმალება ქსოვილებში და არის ძალიან წვრილი ზომის. მნიშვნელოვანია, რომ მისი ექსტრაქცია მოხდეს სრულად დაზიანების გარეშე, რაც წარმატებულად მოვახდინეთ. საბოლოოდ გამარცხდა ჩემი იმედები და ილონამ შეძლო და ამოიყვანა პარაზიტი მთელი სხეულით დაუზიანებლად, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შემდგომი პროცესი და გართულებები არ მოყოლოდა ამ ყველაფერს ჩემს ორგანიზმში.